სუვერენიტეტი არის საინფორმაციო მიმართულებით. თუ სუვერენული საინფორმაციო სივრცე არ აქვს, და ვიღაცა გიწესებს იქ ლონდონში, შენ აქ რა უნდა ილაპარაკო და რა არ უნდა ილაპარაკო, ეს არის პირდაპირ შელახვა სუვერენიტეტს. იცი რა არის? ეხლა კი არსებობს ორჯონიკიძეზე ბევრი ესე წარმოდგენა, მაგრამ მე მის ბიოგრაფიას ვიცნობ, ვიცი როგორ აზროვნებდა. ადამიანი იყო მართლა იდეური ადამიანი იყო. ბოლშევიკი ადამიანი იყო, ჯეროდა რომ საქართველოს კი არ იფხრობდა, არამედ შემოდიოდა საზღვრები აღარ იქნებოდა. აი ეგეთი ადამიანი იყო. მაგრამ არსებობს იდეის მიღმა, რაღაცა რეალობები, ეროვნული რეალობები. მას შეიძლება მის წარმოდგენაში შეიძლება საერთოდ კარგიც შეიძლება უნდოდა. მაგრამ კატასტროფა გამოვიდა. ეხლა ჩვენ ამ ადამიანებს რო უყურებთ, ხო ვისაც უხარიოდა, ხო? ისინიც უბრალოდ ისინი ვერ ხვდებიან რომ ისინი პროდასავლური ორჯონიკიძეები არიან. კი. ესენი ბოკერიან ხო თქვა, კაცო. ბოკერია მაგას ხო ცნობილი ფრაზა. მე CRU-ს აგენტი მინდა ვიყო, კაცო, რა სამობ. ანუ აქ თავარი რა არის რა, რომ ყველანაირი იდეა, როგორ იდეოლოგია უпростоრეთ, რა, როგორიც არ უნდა გქონდეს შენ. არსებობს ობიექტური ეროვნული ინტერესი, ისტორიული შენი ინტერესი. რა და ეს ისტორიული ინტერესი, როდესაც ანაცვლებს შენ რაღაც იდეოლოგიური რაღაც წარმოდგენებით, შენი ქვეყანა იღუპება. ყველა ეს მაგალითი, თუნდაც აი ობიექტურად ავიღოთ, ისე რომ ავიღოთ ორჯონიკიძეს მართლა არ უნდა ცუდი. აი განწყობით. მაგრამ კატასტროფა მოხდა. კატასტროფა. აი ესე მათ ბევრს ალბათ ცუდი უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვისაც უხაროდა, მათ გონიათ რომ კარგ რაღაცას ჩადიან, მაგრამ გამოდის ზუსტად ის რაც ორჯონიკიძემ გააკეთა თავის დროზე. ანუ ადამიანებს არესმით რომ ამ შენ სუვერენიტეტს ჭირდება თუნდაც შენთვის მიუღებელი ადამიანები ვინც იქნებიან შენ საზოგადოების შიგნით ის არ უნდა ჩაახშო გარი ძალის მეშვეობით. თუ ერთი ადგილი გაქვს შენ ჩაახშე. ის მიდი და შენ შეცვალე, შენ დაამარცხე, კი ბატონო. ეს გასაგებია ჩვენთვის. მოიპოვე, კი ბატონო, ესაც მესმის, რომ გარედან რესურსი მოიპოვე, მაგრამ შენ რო ელოდები გარედან ტანკებს, ფინანსურ აქციებს, ის მეგონი ჩერგოლეშვილმა დაწერა, რომ იქ ახლოს ის ამერიკული ავიამზიდი არის, რაღაცაზე დაწერა ეხლა, ხო? ანუ ამერიკული ავიამზიდი უნდა, ხო? გვაშენებს, ხო, აქ. ანუ თავარი რა მომენტია, იცით, რომ ყველანაირი ეს რა გულს არ უნდა საუბრობდნენ დემოკრატიაზე რა არსებობს თამაშის წესები. როდესაც თამაშის წესები ირღვება ერთი მიმართულებით, ხო? არა გაქვს უფლება შენ დაიცვა ეს თამაშის წესები. არა გაქვს უფლება შენ იყო ესე იგი რაღაცა გამოწყებილი დემოკრატი და გამოწყებილი ესეთი, როდესაც შენს მიმართ ყველაზე ბინძური მეთოდებით იბრძვიან. არც ვიქნებით მაგის გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენ არ ვიქნებით ეგეთები და დედას უტირებთ ბოდიში ამ გამონათქვამს. არსებობს აი ძალიან მარტივი რაღაცაა რა. ეხლა გავდივართ რაღაც ჩამოყალიბების პროცესზე გავდივართ. კი ბატონო. ამ პროცესის შემდეგ საქართველოს ან იქნება სუვერენული, ან არ იქნება სუვერენული. ანუ არ იქნება საქართველოს. ან იქნება ის ვინც ქართული ადამიანი ვერ აერჩევს ესეთი ხელისუფლება ეყოლება. ეგ არ იქნება საკუთარი საინფორმაციო სივრცე. არ იქნება ეზიზღებოდეს ადამიანის პოსტივი. უბრალოდ ესე ვამბობ. აი იმ ადამიანს რომელსაც შეიძლება მომავალში გაუჩნდეს უბრალოდ კრიტიკული დამოკიდებულება, არ ვიცი NGO-ს, ლიბერალების სხვადასხვა იმის მიმართ. არ იქნება ამ ადამიანს საკუთარი გამოხატვის საშუალება. არ იქნება არანაირი საშუალება მას. ამის გამო გაკეთების საშუალება.